სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა, მე ადრეც მოვიხსენი ეს კითხვა და ეს დამსმელი, იმის გამო რომ ამერიკაში და კერძოდ კალიფორნიაში ძალიან გართულდა ცხოვრება, ძალიან გაძვირდა ცხოვრება. ჩვენი ახლობლებიც იქ არიან და ისინიც გვაწვდიან ამ ამბებს. ადამიანები შეწუხებულები არიან იმითი, განსაკუთრებით ოჯახებით, როგორ გაზარდონ ბიბლიურად ოჯახები, როცა დედასაც უნდა მოუწიოს მუშაობა და ძირითადი ტრადიცია იყო, რომ მამას ემუშაოდა, დედა შვილებთან ყოფილიყო და თუნდაც სკოლაში არ წაეყვანა ბავშვები და ეს უფრო რეალობა რთულდება უფრო. ამითი შეშფოთებული სახელი სტეფანოსი კი, მაგრამ აზიელი წარმოშობისა, ან ფილიპინელი უნდა იყოს, ან კორეელი. Იგი გამიკვირდა ბერძნებს აქვთ ეს სტეფანოსი ეს სახელი. უფრო ისე სტივენი ქვია, ინგლისური ვარიაცია სტეფანი ეს უფრო აღმოსავლურ ევროპაში და ჩვენ სტეფანეს ვეძახდით და რუსებიც ესე, მაგრამ სტეფანოს ეს უფრო ბერძნული არის და გამიკვირდა რომ აზიური წარმოშობის პიროვნება არის, მე ფოტოც დავდები სურათი მისი, თქვენ რომ ნახოთ. რას ურჩევთ იმ ოჯახებს, სადაც შეუძლია რომ მხოლოდ მამა იყოს ფულის შემომტანი. მე ესე გავუკეთე კომპაქტური ფორმულირება ამ კითხვას. გამარჯობთ პასტორ ჯონ, მე სტეფანოსი ვარ. Როგორ შეიძლება ოჯახებმა ბიბლიურად გაზარდონ შვილები კალიფორნიაში, როცა მარტო ქმრის ხელფასი არ შეესაბამება ცხოვრების ხარჯებს და იძულებულია დედაც რომ წავიდეს და იმუშაოს, რა ვარიანტებს გვეტყოდით და რა რჩევას მოგცემთ. და ჯონ მაკარტური პასუხობს. იცით რა არის, რეალურად შეიძლება ნამდვილად არ ქონდეთ არჩევანი. კალიფორნია შეიძლება ახლა უარესი იყოს ვიდრე სხვა შტატები ამერიკაში და სხვა ადგილები, მაგრამ ყველაფერი როგორც ადრეც ვახსენე, იქაც ნელ-ნელა ესე იცვლება. ანუ ტაქსაციები იზრდება, ფასები იზრდება და ხელფასები შესაბამისად არ არის საკმარისი. ახლა კალიფორნიიდან გაქცევის ცდილობა შესაძლოა მოკლევადიანი პრობლემა იყოს ჩვენი შტატის ეკონომიკის გამო. მაგრამ მე ვფიქრობ, თუ აქ ახართ და ღმერთს აქ უნდათ რომ იყოთ, შეეცადოთ შემოქმედებითად მიუდგეთ ამ საკითხს და ეძებოთ სხვა გზებიც შემოსავლის გასაზრდელად. ასე უნდა გააკეთოთ ყველაფერი, რისთვისაც ღმერთმა მოგიწოდა და ეს არის ოჯახის მოვლა პატრონობა. თქვენ ახართ ლიდერი. ამიტომ უნდა იშრომოთ რაც შეიძლება მაქსიმალურად და შეამციროთ თქვენი ხარჯები და გააკეთოთ ყველაფერი რაც შეგიძლიათ, რომ ეფექტურად გამოიყენოთ არსებული რესურსები. და ცოლი რა თქმა უნდა შეიძლება რომ იყოს მეწარმეც და დაგეხმაროთ და იმუშაოს. გასვოთ ხომ იგავების 31 თავში როგორი მოდელია ქალის იქ მოცემული. მას შეუძლია იყოს ძალიან კარგი მეწარმე, ანუ პატარა ბიზნესით ან ოჯახური ბიზნესით დაკავდეს და ყველანაირად ქმარს ამოუდგეს ხარში, ოღონ ისე რომ არ დააზიანოს ქმარზე და შვილებზე ზრუნვაც. ფიქრობ ეს ძალიან აქტუალური კითხვაა და სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს. მე არ მგონია რომ გამოსწორდეს. როგორც დღეს დილით თქვი, არსებობს შეთანხმებული ძალისხმევა, ეს არის ფაქტობრივად მოსახლეობის განადგურება ჩაფიქრებული. ფიქრობ ამერიკის ისტორიის პირველ რამოდენიმე ასეულ წელში თუ გადავალ ჩვენ, ხო, როდესაც შეერთებული შტატები პირიქით დაკავებული იყო ერის გაზრდით. და იცით ემიგრაციაც და ყველაფერი ამის მიმართულება იყო. ახლა კი ისინი პირიქით დაკავებული არიან განადგურებით, გრევით და ყველა შესაძლო გზით აკეთებენ ამას. ეს იქნება ოჯახის ინსტიტუტზე შეტევა, ქორწინებაზე შეტევა, სექსუალური იდენტობის განადგურებით და ყველა სიგიჟე, ეკონომიური განადგურებით, რა ვიცი, სლიანად სიამოვნებაზე და იმებზეა გადასული პოლიტიკოსები და ზრდიან ამ გადასახადებს, იცით ხომ? და ეს ძალიან დამანგრეველია. და ამას რა თქმა უნდა ხელმძღვანელობენ იდეოლოგები. ამის უკან იდეოლოგები დგანან, ხო, იმ აკადემიურ წრეებში, რომლებიც დაკავებულია უნივერსიტეტის სისტემაში, ელიტაში, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ რომ პოპულაციო შეამცირონ, ხო? და შემდეგ ესეთ პოლიტიკურ ლიდერებსაც აყენებენ ასეთ ადგილებზე. ანუ ჩვენ მივდივართ განადგურების გზაზე. ამიტომ ჩვენ არ უნდა ვეძებოთ ოდესღაც რაღაცა ამერიკული ოცნების იდეალები და რაღაცა რომანტიული ისინი რომ თითქოს და ამერიკული ოცნება აგვიხდება, არამედ ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. ცხოვრებასთან მიმართ და ფრთხილად, გააზრებულად უნდა უყუროთ ამ საკითხებს. რათა მივანდოთ ჩვენი გზა უფალს, რომელიც წარმართავს ჩვენს ბილიკებს, რასაც ბიბლია გვეუბნება, ხო? და ის ვიზრუნებს ჩვენზე. ეს მუდამ აქტუალურია. თუ ერთგული თქვენ იქნებით და გულმოდგინად იმუშავებთ. ღმერთი თქვენ გაგიძღვებათ და მოგცემთ გამოსავალსაც. მადლობა თქვენი კითხვისათვის.